მრავალი დიდი დღესასწაული გვაქვს ქართველებს, მაგრამ გამორჩეული მთელი სულიერებით, ერთსულოვნებით, სილამაზითა და სიდიადით 14 ოქტომბერია. ცხეთობა, სვეტიცხოვლობა, უფლის კვართისა და მირონ მდინარე სვეტის დღესასწაული, მეფე მირიანისა და ნანას სიდონიას ხსენების დღე. ერთ-ერთ ფსალმში ჩვენ კითხულობ უფალო შენი ვარ მაწვავნე აი ეს ლოცვა ძალიან მოკლე ლოცვა უნდა ხშირად გავიმეორო ჩვენ იმიტომ რომ უფალი ძალიან ახლოსაა ჩვენთან უფალი იცავს და იგანობს სრულიად საქართველოს საქართველოს გამოიარა უმცირესი წლები განსაცდელისა, წამებისა, დევნისა, მაგრამ საქართველოს დარჩა სულიერად ძლიერი და მტკიცე, იმიტომ რომ ჩვენთან არის ღმერთი. აღსრულდა განგება ღვთისა, სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში, სადაც დაკრძალულია ხალენი ილია წინასწარმეტყველისა და კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სადაც იკურთხებიან მეფენი და პატრიარქნი, სადაც განისვენებს ჩვენი დიდი წინაპარი, საუფლო კვართისა და მირონ მდინარე ბრწყინვალე სვეტის დღესასწაულზე, საქართველოს პრეზიდენტმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ხელი მოაწერეს მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს, კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობას სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ეს შეთანხმება ეკლესიას აძლევს უფლებას განათლების, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვის, სამხედრო და სხვა სფეროში მოღვაწეობისა. განსაკუთრებულია დღევანდელი დღე და გამორჩეული იმითაც, რომ დღეს მოეწერა ხელი ხელშეკრულებას, კონსტიტუციურ ხელშეკრულებას საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის დაიდო ხელშეკრულება, გაფორმდა ამოქმედდა კანონი, როგორც რაც ჩვენ დიდი ხანია ველოდით, ასე სულმოუთქმელად და გარკვეულწილად დაკანონდა და დარეგულირდა ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლება სახელმწიფოსთან. მე მინდა მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღესასწაული, განსაკუთრებული ეროვნული დღესასწაული, ეკლესიური დღესასწაულთან ერთად გისურვოთ სული სიმხნევე. ამ წლების მანძილზე ყოველთვის ჩვენ წინაბარერი, ისე ვთქვათ, წინააღმდეგობა ყოველთვის გვხვდებოდა ჩვენ. ფაქტიურად თუ არა ეს ხელშეკრულება და ეს დებულებები, ჩვენ ყოველთვის გვქონდა წინააღმდეგობა და ხელშეშლილი პირობები, რომ ჩვენი ეკლესია გაძლიერებული იყო. მოგეხსენებათ პრობლემები გვაქვს და იგი ეკლესიის სიხაშეს მრავლადაა. მე იმედი მაქვს, რომ ის შეძლებ საკანონმდებლო პასუხი გახსნით სექტანტების პროზენტის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტით და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოდგენილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქით დებენ კონსტიტუციურ შეთანხმებას. გაგაცნობთ ძირითად პუნქტებს. მუხლი პირველი. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
როგორც წესი დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება. მუხლი მეორე. სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას როგორც სულიერ მოძღვარს გაანდეს ან მისთვის როგორც სასულიერო პირისთვის გახდა ცნობილი. მუხლი მესამე. სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები. მუხლი მეოთხე. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სამხედრო საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას. მუხლი მეხუთე. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლება ნებაყოფლობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას. მუხლი მეექვსე. ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ნებაყოფლობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები. ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია, მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე. მუხლი მეშვიდე. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრება ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს, მოქმედს და არამოქმედს, მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზედაც ისინია განლაგებული. მუხლი მერვე. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრება ცნობს სახელმწიფო დაცვაში, მუზეუმებში, საცავებში მყოფ საეკლესიო საგანძურს, კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წმინდა ნაწილებისა და წმინდა რელიქვიების გარდა. მუხლი მეცხრე. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლაპატრონობისათვის. მუხლი მეათე. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე საეკლესიო ნივთების დაცვის
მოვლა პატრონობისა და საკუთრების თაობაზე. მუხლი მე-11. სახელმწიფო ადასტურებს მე-19-20 საუკუნეებში, განსაკუთრებით 1921-90 წლებში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. რამშობა ამ ტექსტს, ამ სიტყვებს უშუალოდ ეკლესიის დასის სასულიერო პირები. იმიტომ რომ ამ წლების მანძილზე ყოველთვის ჩვენ წინაბარერი, ესე ვთქვათ, წინააღმდეგობა ყოველთვის გვხვდებოდა ჩვენ. ფაქტობრივად თუ არა ეს ხელშეკრულება და ეს დებულებები, ჩვენ ყოველთვის გვქონდა წინააღმდეგობა და ხელშეშლილი პირობები, რომ ჩვენ ეკლესია გაძლიერებული იყო. ცხადი ამ მუხლებში მე ველოდებოდი უშუალოდ მიწის გადმოცემის შესახებ, ეკლესიის მიწებისა და მე ვფიქრობ, რომ ეკლესიისათვის გადმოცემა მიწებისა, ეს არის ეროვნული სიმდიდრე, ეს არის საწინდე, რომ ის მიწების დოვლად, ის ბარაკ, რაც არის უშუალოდ ქართული არის, უშუალოდ მხოლოდ ეკლესია შეინახავს. მე გულისხმობ, რომ მხოლოდ ეკლესია არის უშუალოდ ერთგული სამშობლოს, არა კონკრეტული კერძო პირი, არა კონკრეტულად არასამთავრობო თუ თანამედროვე ორგანიზაცია, ან საერთაშორისო ორგანიზაცია, არამედ უშუალოდ ეკლესია საუკუნეების მანძილზე და ამიტომ მე ვფიქრობ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ საბუთს, დღევანდელ დოკუმენტს. განიყვეს გამოცელი ჩემი მათ შორის და კვართა ჩემსა და განიგდა სილი. განიყვეს გამოცელი ჩემი მათ შორის და კვართა ჩემსა და განიგდა სილი. მერტო ჩემო მომხედე რასათვის დამიტევებ მე. განიყვეს გამოცელი ჩემი მათ შორის ის საეკლესიო განძი, რომელიც სამწუხაროდ და საუბედუროდ სადავო შეიქმნა ამ ბოლო პერიოდში, გამოცხადდა ეკლესიის საკუთრებად. ეკლესიის საკუთრებად და ალბათ უახლოეს პერიოდში დაიწყება აღწერა მუზეუმებში საეკლესიო ნივთებისა. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ეკლესიაზე მეტი გულშემატკივარი არავინ არ არის. ამ საეკლესიო ნივთებისა, რადგან საუკუნეების მანძილზე ეკლესიამ შემოგვინახა ჩვენ ეს სიწმინდეები. მოხდება მათი აღწერა და თუ მომავალში იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ეკლესია შეინახავს მათ
და დაიცავს უკეთესად ვიდრე სახელმწიფო ზრუნავს რაზე ის ეკლესიას გადაეცემა. ჩვენ იცით რომ შენდება წმინდა სამების დიდებული საკათედრო ტაძარი თბილისში და აი ამ სამების მეორე სართული ეს სამსართულიანი ტაძარია. მეორე სართული არის მუზეუმი. იქ კეთილმოეწყობა თანამედროვე ტიპის მსოფლიო დონის გალერეა და ორმა მნიშვნელობა შეიძენს ეს მუზეუმი. იქ მორწმუნე შევა და ლოცვა ჩაატარებს, ლოცვის ჩატარების საშუალება ექნება. რა რისგანაც დღეს სამწუხაროდ მუზეუმებში მოკლებული ვარ ჩვენ. აუცილებელია დახვეწა, აუცილებლად და სხვადასხვა შეიძლება იყვნენ ისევ გამოჩნდნენ პიროვნებები, რომელიც წინააღმდეგი იქნებიან ამ დებულებების დაკონკრეტიზაციასთან დაკავშირებით. დიახ. ყოველ შემთხვევაში ძალიან მიხარია და რაც თავარი უწნეს ძალიან მიხარია. მეთმა სიკეთე მოგცეთ და რუსთავს რომელიც ძალიან მიყვარს რუსეთის საზოგადოებას, ყველას მეუფეს, ხელისუფლებას, ერს და ბერს, ჩემი სიყვარული და დაბოც. როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა. ჩვენს წინაშე დგას ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უნდა ჩვენ ერთად გადავწყვიტოთ. და ამიტომ შევთხოვ უფალს, რომ მოგმაგოს უფალმა თლიანობა და ერთსულოვნება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს, გაძლიეროს და გამთლიანოს სრულიად საქართველოს. ამინ. მრავალს დაესწროს თქვენ და სრულიად საქართველოს ამბილიებს. ანტიქრისტიანული საბჭოეთის ხელიდან გამოხსნილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღითიდღე მიიწევს წინ. ნაბიჯ უახლოვდება ძირძველ სიწმინდესა და დიდებულებას. მართლაც მსოფლიოს ამ ჯოჯოხეთურ ორ მტრიალში ჩვენი დედა ეკლესია იბრუნებს უწინდელ ძალასა და ძლიერებას ქრისტეს გზაზე მედგრად დგომაში. ჩვენი პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის წინამძღოლობით. 2002 წლის 14 ოქტომბერიც ამ მოვლენის ნათელი დადასტურება იყო. გეხაროდეს საქართველოს მართლმადიდებელო ეკლესიაო, რამე თუ იმოსები ჩვეული პატივითა და ღირსებით. დედა ღვთისა იყოს ჩვენი შემწე და მფარველი გამარჯვების ამ ეკლიან გზაზე. დგეთ, მტკიცეთ და შეურყევლად წინ სულიერი გაბრწყინებისაკენ.
აბა გამოთავისუფლეთ ჩვენ საკრავალს აქედან მას გამოთავისუფლეთ ჩვენ საკრავალს